მე ვარ თეონა ჭალიძე და ვიბრძვი ამ ქვეყანაში უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ყველას გვაქვს საერთო მიზანი და ეს მიზანი არის ის რომ პატიმრების ხმა და სათქმელი მივიტანოთ მოქალაქეებამდე, ვებრძოლოთ პროპაგანდას. სინისის პატიმრების მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მთელი ქვეყნის შემოვლის კამპანია თავისთავად გამოვიდა, რადგან გამოჩნდნენ მათ შორის ისეთი მშობლები და ოჯახის წევრები, რომლებსაც სურდათ კიდევ უფრო მეტი აქტივობა, კიდევ მეტი აქტიურობა და როგორც მათი დამხმარე თანაშემწე ჩავთვალოთ, ისევ არ ამ პროცესში ჩართული. მე ახლა ესე პოლიტიკოსად არც აღმიქვამენ. ხშირად ხუმრობენ ხოლმე, რომ ჩვენი მენეჯერი არისო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამას, იმიტომ რომ ეს ნდობა, რაც მათ აქვთ ჩემს მიმართ და მეც მათ მიმართ, ძალიან მოსაფრთხილებელი არის და ჩემთვისაც ძალიან საპასუხისმგებლოა. სწორად უნდა შეარჩიო მძღოლები, მანქანები, უსაფრთხოდ რომ გადაადგილდე, მშვიდი ნერვების მქონე მძღოლებს ვეძებ ხოლმე განსაკუთრებით ამ ასევე პოლიციასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთანაც გვაქვს ხოლმე ალაგ-ალაგ, იმიტომ რომ სულ დაყვებიან და ამასთანაც საერთოდ მატარებელი გააჩერეს 20 წუთით და გვიან გამოვიდა მატარებელი იმის გამო, რომ ჩვენ გზავრობდით მოკლედ ამ მატარებლით. მინდა ჩამოვკიდე ჩემი შვილის სურას და მინდა გულზე დავიდე. მინდა გადავიდე და წაიღე. აჩი საგურიასთან დამარეკინე. გეყოფათ რასაც აკეთებ თქვენ. სირცხვილია. ხალხს რო უჭირს იმას მიხედეთ, რაც გასაკეთებია. ბანერებს რო დად. მატარებელი შეიძლება გააჩერონ, მაგრამ სინთეზის პატიმრების მშობლების და ოჯახის წევრების ბრძოლას ვერ გააჩერებენ. ოფისს არ გვაქვს ჯერჯერობით, მაგრამ ამით ხელი არ გვეშლება. მთავარი ოფისი არ არის ამ პროცესში. სადაც გამეხარდება, იქ მოვაწყობ ხოლმე ოფისს და იქედან ვუშაობ. აი ამ ბანერებთან საბრძოლველად ხალხო. აი ესეთი ბანერები არ გქონდეთო, აი ეს გამოგვიცხადეს. ჩემი ერთადერთი შვილი ჩამახუტონ და ბანერს დავდე. მთავარია გინდოდეს რომ რაღაცა გააკეთო და აუცილებლად ხელი მოგემართება. ძალიან ბევრ რაღაცას ნისიად ვაკეთებთ ხოლმე. რაღაცას ნისიად ვბეჭდავთ, მე ვალი გვაქვს გადასახდელი, ეს ვიღაცებს არ სჯერათ, მაგრამ სინამდვილე ხო ეგრე არის, ჩვენ ხო ვიცით როგორც ხდება. უნდა გითხრათ სულ დიდი ბუშტი მინდა ხალხო რო წამოვიღო ყველა რეგიონში. გავხედო და სიყვარული დავა. მე თვითონ მიწევს ხოლმე გადაღებაც, მათი ინტერვიუების, კადრების, რომელსაც მე მოსახლეობა, მოქალაქეები ნახულობენ საინფორმაციო გამოშვებებში და ესე ჟურნალისტის ფუნქციასაც ვითავსებ. პატიმრები, პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები ციხეში იბრძვიან, მაგრამ ციხის გარეთ მე მართლა აღფრთოვანებული ვარ ამ მშობლების და ოჯახის წევრების გაუტეხლობით და მათი ამხელა ძალისხმევის გაწევით, რომ აი წარმოიდგინეთ 42-ზე მეტი რაიონი და ქალაქი შემოიარეს, ეს არის ათასობით კილომეტრი. ამდენი ალბათ ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უვლია ცალკე აღებულ არც ერთ ჯგუფს, არც პოლიტიკურს, არც საპროტესტოს და არც სხვას. ყველაზე მეტი მოქალაქეებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით იარეს სწორედ პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა. ამაზე უკეთეს ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რასაც მე მათთან ერთად აი ამ სიარულით ვაკეთებ, სხვას ნამდვილად ვერაფერს ვერ გავაკეთებდი და პირდაპირ რომ თქვა, მე თვითონაც დავინახე ჩემი თავი და ჩემი როლი აი ამ პროცესში. აქ არიან დედაც, მამაც, დედაც აქ არის. ძალიან ბევრმა მკითხა, რომ რომელი პატიმრის დედაო, ძალიან ბევრმა მკითხა, რომელი სინდისის პატიმრის დედაო და რომ ვეუბნები, რომ ოჯახის წევრი არ არის, მაგრამ ჩვენი შვილების ციხეში ყოფნაზე მუდმივად რო ცრემლმორეულია, ასეთი გოგოა მეთქის. ვეუბნები და ძალიან უკვირთ, ბევრი არ არის ასეთი ადამიანი საზოგადოებაში. ყოველთვის სანამ შევალთ, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, პირველი 5 წუთიანი თათბირივით გვაქვს ხოლმე, თანაც საერთო ფოტოს ვიღებთ ხოლმე ტრადიციულს. და მაშინ ვამბობთ ხოლმე, რომ ვეცადოთ, რომ არ ავყვეთ ნერვებს და ვეცადოთ, რომ თუ აგრესიული ადამიანი და ვხედავთ, რომ ის თავად ვერ აკონტროლებს თავს, ჩვენ სწრაფად გამოვერიდოთ. კიდევ ერთი მთავარი მთხოვნა, რომ
საერთოდ არავისთან კონფლიქტში არ შევდივარ. ისიკა რომ უსინდისო პატიმრები ასე გადაეცი მაგრამ არა უსინდი არა მომაცნაკი და უსინდისო პატიმრები არიან ჩემ საქართველოს აგრევენ აფრიკა სინდისი და მაგინი და ხატო წარგია ყველა იმ აზრზე არ იქნება როგორც შენთვის არის მისაღები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთ დროს რომ იმ მოქალაქეებს რომლებსაც პირიქით ნეგატიური განწყობა აქვთ თავი არ დაამახსოვროს შენს ნეგატიურად. ჩვენ ყველას ჩემი ჩათვლით და მშობლების და ოჯახის წევრების ჩათვლით რეალურად ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ცხოვრებისეული რა. ისე არ არის რომ სხვა ყველაფერი დალაგებული და აწყობილი აქვს ამ ხალხს და ერთი ეგ გადარჩათ რომ აი ეხალისებათ და დადიან. ეგრე არ არის. თავიანთ სახლის, სამსახურის, ოჯახის საქმეს ყველაფერს მოწყვეტილები არიან, ტოვებენ ესე ყველაფერს და დროს და მთელ ენერგიას ხარჯავენ სწორედ იმაში, რომ ამ ბრძოლაში კონდეთ მნიშვნელოვანი როლი და ადგილი და ეს მართლაც ასეა. ეხლა დავარკვიოთ ჩვენ როგორ მოვხდეთ ისეთი მადლზე, საიდანაც შემოვედით. უკაცრავად. რუას ქუჩაში შემოხასწრებიათ, როგორ მოვხდეთ იქ ყველაზე სწრაფად. ეს ჩემთვის ბუნებრივი პროცესი არის. მე აქ არ ვთამაშობ და მე თვითონაც ზუსტად ისეთი ადამიანი ვარ, ჩემი პლუს მინუსებით, როგორც სხვა დანარჩენები. ხან ბუტერბროდებს გვიმზადებს ხოლმე, სხვადასხვა ჩვენი გულშემატკივარი და საგზლად გვატანს ხოლმე. ხან ღამის გასათევს გვთავაზობენ ხოლმე ზოგი, თავისი მანქანით გვემსახურე. აი ესე დავდივართ. ძმავილი ბარსა არცქარი იბობა ფედანი წელიწადია ჩვენ ასე ვართ აღმარცა ჯავივლი და აღმარცა და ჩვენ ბიჭებს მაინც დაუმტკიცებ თავისივე. მაინც ცოტა ფრთხილად იყავით, რომ ერთმანეთ დაეხო. ქალმა შეძლო ის ყველაფერი ეკონომიურობა ხელს რო არ უწყობდა, არავის დახმარება რო არ ქონდა ისე, დღემდე ამდენ ადგილავს ქონდა შეხვედრებ 55,000 გაზეთი დავარიგეთ. მე ასე ვიტყოდი. თეონასავით რო იშრომოს ყოველმა მეორემ ჩვენ ამდენი დაბრკოლება, ამდენი დავითარება არ გვექნება. ნამდვილად წინ გავიწევ.